დილომშვიდობის მოგესალმებით. ხო ვაგრძელებთ დილის პალიტრას. სანამ უშუალოდ სტუმარზე გადავალ, მოდი ვახსენებ პალიტრების ჩემს საყვარელ პროექტს, რომელიც მდგომარეობს 50 წიგნში, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. ვიცი შემისწორებ და მეტყვი რომ 59-ია სერიაში. 59-ია, მაგრამ პოზიციონირებს როგორც 50 სანამ უნდა წაიკითხო და მეც ასე ვახსენებ ხოლმე და ვერ მივეჩვე იმ ფაქტს რომ 59. კი, ბატონო, ნამდვილად, თქვენ ახლა დაინახავთ ეკრანებზე QR-ს, რომლის დასკანერების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ რომ სრული სერია შეიძინოთ 1000 ლარის მაგივრად, სულ რაღაც 600 ლარად. და მე მგონი რომ ეს არის ჩვენი შეთავაზება, ხელიდან არ გასაშვები შეთავაზება, ამიტომ კი, ვისაც სურს მიხარია ხოლმე ამის გაჟღერება. და ასევე მოდი მაშინ ვახსენოთ განათლება თავისუფლებისთვის პროექტი გადაიხადე რამდენიც გინდა კაფკას რომანში პროცესი და მხარი დაუჭირეთ თბილისის საპროტესტო აქციებში მონაწილე პატიმარს არჩილ მუსელიანს რომელიც სამწუხაროდ რომელსაც უბრალოდ არც დედა ყავს არც მამა და აი ასე აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში მასზე ზრუნვა უკვე თვეებია, რაც მისმა დედობილმა, ცარო ოშაყაშვილმა თავის თავზე აიღო, მათ ერთმანეთი ნოემბერში გაიცნეს საპროტესტო აქციებზე, ცარო, რომელიც არჩილისთვის წესით სრულად უცხო ადამიანია, მას შემდეგ ზრუნავს და უჭერს მხარს ახალგაზრდას. ბიბლუსის ეს პროექტი არც თუ ისე უცნობია ჩვენთვისაც და ჩვენი მაყურებლისთვისაც, გადაიხადა იმდენი, რამდენის შესაძლებლობაც გაქვს და რამდენიც სამართლიანად მიგაჩნია. ჩვენ შეგახსენებთ იმას, რომ 10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% მოხმარდება ქველმოქმედებას, 10 ლარზე მეტი გადახდილი თანხა კი სრულად გადაირიცხება არჩილ მუსელიანთან ერთ მომხმარებელზე გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ ერთი წიგნი. მადლობა თაკო. ახლა კი დროა მე მგონი სტუმართან გადავინაცვლოთ უშანგი რუხაძე თბილისის მკვლევარი ამბი თბილისის ისტორიიდან მოგესალმებით და დილომშვიდობისა და მადლობა მოწვევით. საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში ალბათ მოვლენებს დაწყებულ თემაზე უნდა ვისაუბროთ. თბილისის სამ თავზე ვისაუბროთ, რომელსაც უნდა დავუბრუნდეთ. კი, წარსულში უნდა დავუბრუნდეთ და საინტერესოა რა გამოცდილებები გქონია. აქამდე მაშინ როდესაც ქალაქის თავს არ ერქვა მერი, მაგრამ ალბათ სხვანაირად მოიხსენიებოდა ყიფიანი მატინოვი და ჩერქეზიშვილი. საინტერესო სამი პერსონა, რომელიც ალბათ ისტორიაში იყო გამორჩეული და ზუსტად ამაზე გვინდა რომ ვისაუბროთ, რა კვალი დატოვეს ჩვენს ისტორიაში და მათ ფონზე რა გამოცდილებები გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი მადლობა მოწვევისთვის. საინტერესო თემაა, მით უმეტეს დღევანდელი გადმოსახედიდან. საერთოდ თბილის როგორც ასეთი მერი ეს მე-18-19 საუკუნეში ასე არ ერქვა რა, ეს იყო ქალაქის თავი, რომელიც თავდაპირველად ინიშნებოდა თავარმართებლის ან მეფის ნაცვლის მიერ და მხოლოდ სადღაც 1800-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო სათათბირო არჩევა მერის და პირველი არჩეული მერი იყო დიმიტრი ყიფიანი. თუმცა დიმიტრი ყიფიანი პირველი ქალაქის თავი არ ყოფილა. პირველი იყო თომა პრიდონოვი და ანუ გვარი ქონდა ფრიდონაშვილი, მაგრამ რადგან რუსიფიკაცია მიდიოდა მაშინ და გარუსებისკენ მიდიოდა საქართველოს და იმიტომ გადაკეთება მიდიოდა ქართული გვარების რა ეს ანუ პირველი ისე არ იყო. დიმიტრი ყიფიანი იყო პირველი არჩეული ქალაქის თავი, რომლის პერიოდში, რომელსაც დიდხანს არ უმოღვაწია ამ თანამდებობაზე. ის გარდა იმისა, რომ ქალაქის თავი იყო, იმითაც იყო ცნობილი, რომ მან თარგმნა მაგალითად პირველად უილიამ შექსპირის რომეო და ჯულიეტა ქართულ ენაზე და დღეს უკვე წმინდანად არის შერაცხული თავის საქმიანობის გამო. თუმცა ქალაქის თავად მუშაობის პერიოდში, მის პერიოდში მაგალითად ჩატარდა პირველად მოსახლეობის აღწერა თბილისში და დაითვალა რამდენი კაცი ცხოვრობდა თბილისში და ეხლა დღეს რო უკვე 1,5 მილიონიანი ქალაქი არის, მაშინ იყო სადღაც 90,000 კაცზე მეტი არ ცხოვრობდა თბილისში. კი, დიმიტრი ყიფიანის პერიოდში დაიწყო აი ხო იმისი დღევანდელი თავისუფლების მოედნის და მაშინდელი ეროვნების მოედნის გათანამედროვება ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ეს თამამშევის ქარვასლა თეატრი, რომელიც აი შუაში მდებარეობდა მოედნის დაიწყო მაშინ და მაშინ დაიწყო უკვე ქალაქმა ზრუნვა
რომ დაწყებულიყო ამ მოედნის მოპირკეთება. საერთოდ დიმიტრი ყიფიანმა პირველი რაც გააკეთა ქალაქში, ეგ იყო რომ მაშინ მშენებლობა ექვემდებარებოდა მთავარმართებელს და საქალაქო მშენებლობები დაუქვემდებარა ქალაქის სათათბიროს და მაშინ ამბობენ რომ დაიწყო მშენებლობების ბუმი. ავისი დღევანდელ ბუმთან შედარებით რა მასშტაბი იყო, მაგრამ ну ესე იძახდნენ მაშინ კი ყველაფერს ნამდვილად არ ეწოდებოდა და კიდევ მნიშვნელოვანი რაც გააკეთა დიმიტრი ყიფიანმა მის თავობის დროს აშენდა ეგზარქოსის სასახლე ერეკლეს მოედანზე, სადაც დღეს უკვე დღეს მდებარეობს საპატრიარქოს შენობა. და ასევე როგორც ვიცით, თბილისი გაზის ნათურებით კი, გაზის ნათურებით კი დაიწყო გაზის ნათურებით განათება ქალაქის ქუჩების. ეგეც ერთ-ერთი პირველი მოწინავე იყო. საინტერესოა, მაშინაც 4 წლის ვადით ირჩევდნენ ხოლმე, ხო? იცით როგორ არის, მაშინ რაღაც პრობლემები შეექმნა დიმიტრი ყიფიანის მთავრობასთან, სადაც 2-3 წელი იყო თანამდებობაზე. ხო, ძირითადად ეგრე იყო, სათათბიროს როგორც კი, ანუ ეგ არჩევნებით ტარდებოდა, კი. ოღონდ არჩევნის უფლება, არჩევანის გაკეთების უფლება მაშინდელ მოსახლეობას ყველას არ ჰქონდა. აი ეს რით ხო? რით იყო და აი რაღაც მიწები თუ ჰქონდა ვინმეს, არა, მოკლედ შეძლებული ადამიანები უფრო აძლევდნენ ხმას მაშინ ირჩევდნენ სათათბიროს და მე უკვე სათათბირო თვითონ ირჩევდა ანუ ქალაქის თავს მოსახლეობა არ ირჩევდა სათათბირო. დიმიტრი ყიფიანი 36 ხმით იყო არჩეული. ბატონო შოგი, ძალიან საინტერესო მაპატიეთ, აკო. 100-თა სხვადასხვაობას იწვევს ხოლმე, მაგალითად, მერის გადაწყვეტილებით და ნუ არა მარტო მერის გადაწყვეტილებით, თქვა სხვადასხვა ადგილების ცვლილება, მოპირკეთება, გადაკეთება და შემდეგ. იმ პერიოდიდანაც შეგვიძლია რომ ადგილები და ტერიტორიები გავახსენოთ, არის ალბათ, რა ვიცი, მუშტაედის პარკი, ფუნიკულიორი. მაშინ იმ პერიოდში, როდესაც კეთდებოდა აი ეს ურბანული ცვლილებები რა 100-თა სხვადასხვაობებს იწვევდა თუ გვაქვს ამაზე ინფორმაცია და რა დამოკიდებულებები ჩნდებოდა. 100-თა სხვადასხვაობა და მაშინდელი აი ოპოზიცია ძალიან კარგად ჩანს ალექსანდრე მატინოვის ქალაქის თავად მუშაობის პერიოდში, რადგან მისი ოპოზიცია იყო ნიკო ნიკოლაძე. და იმდენად კარგად მუშაობდნენ ერთად, რომ ნიკო ნიკოლაძე აწვიდა იდეებს და მატინოვი ასრულებდა. ეგრე იყო, ეგრე დაალაგეს მაგათმა ძალიან კარგად. ხო, ქალაქს ადგენდა, იმიტომ რომ მაგ პერიოდში მაგალითად აშენდა დღეს აღარ არსებობს ეგ ხიდი, მაგრამ ვერის რკინის ხიდი იყო ძალიან ცნობილი. და მაშინ სხვადასხვაობა იყო იმაში, რომ იყო ქალაქში ორი ბორანი, ანუ ის ერთ სანაპიროდან მეორეზე გადასასვლელად ბორანს გამოიყენებდნენ, იყო მუხრანის ბორანი და იყო ვერის ბორანი და სხვადასხვაობა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მუხრანის ბორანი უფრო მეტ ფულს იძლევაო და მოდიო ხიდი იქ ავაშენოთო და ვერა დავტოვოთო, იმიტომ რომ იქ სადაც 6000 მანეთს იძლეოდა თვეში, თუ არ ვცდები, მუხრანის ბორანი და იქ 80 მანეთამდე იყო ვერის მხარეზე. ეს დღევანდელი გალაქტიონის მარჯენშვილის ხიდი სადაც არის მაგ ადგილზე. თუმცა ნიკო ნიკოლაძემ გაიტანა ეგ თავის პროექტი, რომ ეგ ანუ საჭირო იყო ქალაქის განვითარებისთვის, რომ მეტი ხიდი ყოფილიყო და ესე განავითარეს ეგ ადგილი. ასევე ალექსანდრე მატინოვის დროს გაკეთდა ტრამვაის პირველი ხაზი. კი, პირველი ხაზი გაკეთდა ელექტროტრამვაის. რომელსაც დღემდე ვნატრობთ. კი, და ნუ დაპირება არის რა. დაპირება არის კი ბატონო. რუსთაველის თეატრიც მათ. რუსთაველის თეატრი კი ეგ შენობას აშენდა მატინოვის პერიოდში. გარდა ამისა, მატინოვის ქალაქის თაობის პერიოდში გაკეთდა დღევანდელი საკრებულო შენობა თავისუფლების მოედანზე. ეგ შენობა ადრე ძალიან უსახური იყო და მანდ იყო განთავსებული ქალაქის პოლიცმაისტერის მაშინდელი ოფისი. და ნიკოლაი ოზეროვის არქიტექტორის დახმარებით დღევანდელი სახე მიიღო, შემდეგ კიდევ უფრო დააშენეს კიდე რაღაცა, მაგრამ დღევანდელი რა სახით ჩვენ ხედავთ მაგ შენობას და ყველა ვიშვებით. კი, ბატონო, ეგ მაგ პერიოდში მოხდა, მატინოვის პერიოდში მოხდა ეგ მაგ შენობის გაკეთებაც. კი ბატონო, ასევე სახაზინო თეატრიც. სახაზინო თეატრი, რომელიც დღეს არის რუსთაველის თეატრი, დღევანდელი რუსთაველის თეატრი, მაგ პერიოდში აშენდა. რაც შეეხება უკვე ვასილ ჩერქეზიშვილს. ყველაზე მეტად მის პერიოდში რა მომეწონა, აბა თუ მიხვდებით, ვაკე რომ თბილისში ჩავეცდა. კი. ხო, ნუ ამასთან დაკავშირებით წერილიც მინახავს, როდესაც მოსახლეობა მიმართავს. იმიტომ რომ ის ადგილი იყო სოფლად ითვლებოდა და ქალაქს შეუერთა, სადღაც მოხდა 1905-6 წლებში. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა დღევანდელი გადმოსახედიდან და მატინოვზე მინდოდა მეთქვა, რომ იმდენად უყვარდა თბილისი, რომ როცა თანამდებობა დატოვა, საცხოვრებლად წავიდა პარიზში და
საკმაოდ დიდი ძალი ქონება ჰქონდა, სადაც ან რო გარდაიცვალა 200,000 მანეთი დარჩა თუ რაღაცა და ეს მთელი ფული რაც ჰქონდა დაუტოვა თბილისს. კი, უანდერძა თბილისს და ესე ეწერა ანდერჩი რომ ჩემ მთელ ამ იმას ვუტოვებ. ალბათ ეს არის პატრიოტიზმისგან. ჩემი საყვარელი მერი გახდა. ხო, ჩერქეზიშვილის დროს კიდევ გაკეთა, დღეს დღევანდელი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი თბილისის, ეგ არის თბილისის ფუნიკულორი. ეგეც ჩერქეზიშვილის დროს გაკეთა. ეგეც ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქის თავი. ბატონო, ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ მათ მეტილად დადებით მხარეებზე და ის რაც დაგვიტოვეს და რითაც ვართ მანტლიერები დღეს. თუმცა ალბათ ყველა ქალაქის თავს და მერს აქვს თავისი უარყოფითი და ბდელი მხარე, რომლის მიმართ დაჭარბებს ხოლმე სამწუხაროდ ეს უარყოფითი. ხო, კი ბატონო, კი ბატონო. ამ დროს როგორ იყო საინტერესო? ამ დროს როგორ იყო საინტერესო მოსახლეობის დამოკიდებულება, ეს ნეგატიური მხარე რო განვიხილოთ მათ მიმართ, რაში იყო ეს მთავარი აქცენტები დასმული. ეხლა მე რაც გადავხედე მაშინდელ პრესას, ხო? სულ მაინტერესებდა თუ იყო რაღაც გამოცხადები, მოთხოვნები, ხო? ალბათ კრიტიკა იქნებოდა, მაგრამ ესეთი მასშტაბიანი, მაგალითად როგორც დღევანდელი მერის მიმართ არის, ასეთი რაღაც არ შემხედრია, რომ გადადგომა მოეთხოვა თან რაღაც. მან უფრო ძირითადად იყო თუ არა იმ დროს პრესის ცენზურა? პრესის ცენზურა შეგვიძლია რომ ამას იყო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაინც რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში ვიყავით და ძირითადად იქიდან იმართება, იმიტომ დიმიტრი ყიფიანი მაგალითად ძირითადად სულ სისტემას ებრძოდა და სტავროპოლში შემდეგ რომ გადაასახლეს, იქ მოკლეს კიდეც და ეს იყო რა, ძირითადად მან ნუ ეგ იყო რა, რომ ქართულ გვარებს ებრძოდნენ. მატინოვიც ხო მათიაშვილი იყო, მე ანუ მატიტო გახდა მატინოვი. ჩერქეზიშვილი, ჩერქეზოვად იყო დღეს როგორცაც ციციანოვი იყო, ციციშვილი და ეგ იყო რა, ანუ ქართულ მხარეს ებრძოდნენ რა, მათხვი, თორე ესე მოსახლეობაში რაღაცა განსაკუთრებული უკმაყოფილება რაღაც მე არ შეხედია. ეს შეიძლება მრავალმხრივად განვიხილოთ, იმიტომ რომ თქვათ რაღაცა ნაკლები ცნობიერება შეიძლება მივაწეროთ, ან მათ კან მართლობას ინფორმაციის გავრცელების ამბავიც იყო რა, მაგალითად ეხა ყიფიანის დროს ინფორმაცია ვრცელდებოდა, ესე გაზეთის შეძენის საშუალებაც ალბათ ყველას არ ჰქონდა და ძირითადად მოედნებზე და ეგრეთ წოდებულ ბირჟებზე იკრიბებოდნენ და იქ იგებდნენ ამბებს რა, მაშინ ერთ-ერთი ეგეთი ამბის გასაგები ამბავი ადგილი იყო, სადაც ეგზარქოსის სასახლის მიდამოები, ერეკლეს მოედანი, რა ამბავისტებს ეძახდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც მოჰქონდათ ინფორმაცია თუ რა ხდება. ჭორის დონეზე ვრცელდებოდა. ჭორის დონეზე იყო ძირითადად ყველაფერი კი. რაც შეეხება უკვე ოფიციალურ მერებს, პირველი ოფიციალური მერი ადამ ორბელიანი იყო, ხო? კი, ეგ უკვე დაიწყო ხო საბჭოთა პერიოდში, კი, საბჭოთა პერიოდში მერე უკვე მანდატს ახლა ჩვენ მოსახლეობა არ ირჩევდა და უფრო ძირითადად ის იყო, ის ორგანოები ირჩევდნენ. ქალაქის თავებიც იყვნენ ძირითადად ახლა მერებად ნაკლებად. აი მოსახლეობამ პირველი მერი, პირველ მერად ვინ აირჩია? ჩვენთან? მოქალაქეებია. აი, გიგი უგულავა იყო თორსები პირველი, როცა მოსახლეობამ აირჩია. მანამდე ძირითადად ინიშნებოდა ქალაქის მერები. ნიკოლე კიშვილიც და კი, ნიკოლე კიშვილიც, კი, ბადიშოშ ტაიშვილი, ვანოზოდელავა ძირითადად ყველა სათათბირო ნიშნავდა ამ მთავრობა რა. ანუ ეს პირველი არჩევანი. რა პატარა იყო ქალაქი მაშინ, აი როდესაც საუბრობდით თუნდაც მატინოვის შემთხვევაში, ეგან როდესაც ახსენეთ შვილის შემთხვევაში 36 ადამიანმა აირჩია. ხო, სათათბიროში, კი, პატარა სათათბირო. საინტერესოა მაშინ რა მხელა იყო საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა. აი, ყიფიანის დროს თბილისის აღწერა მოხდა და თბილისში ცხოვრობდა 91,000 ადამიანი. და 91,000-დან 36-მა ეგ იყოს ხო, იქიდან სათათბიროს წევრებმა ეს უმრავლესობა აირჩია. სათათბიროში იყო ალბათ სადაც 50 კაცი და დიდი ის არის. ბატონო უშანგე, თქვენ ალბათ უფრო ზედმიწევნით იცით მათი მოღვაწეობის ისტორია. ამ სამი ადამიანიდან რომლის მმართველობა უფრო მოსაწონი და მისაღებია თქვენთვის და ხო, ანუ რამდენად იცხოვრობთ ხო, ესე გამიჭირდება გამოვყო. ყიფიანი უფრო ანუ იმდენად ცოტა ხანი იყო ქალაქის თავი, რომ შეიძლება ვერც მოასწრო. აი უფრო მატინოვის, მათიაშვილის და ნიკო ნიკოლაძის პერიოდს ამბობენ, რომ ძალიან თბილისის აყვავება მოხდა, იმიტომ რომ ნიკო ნიკოლაძე გარდა იმისა, რომ თბილისის აღორძინებაში მიეღო, ფოთიც ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება და ცნობილი ქალაქ დამგეგმარება ხო, ძალიან ცნობილი. ალბათ მაგ პერიოდს გამოყოფთი. თუმცა
ამ სამივეს ხო რაღაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი დღევანდელი თბილისისთვის რაც არის დარჩენილი ძველი თბილისიდან რაც ხო თუმცა მე მაინც ალბათ ცალსახად ასე ვერ ვიტყვი რომ მათი მართლობა იყო რაღაც განსაკუთრებულად კარგი იმიტომ რომ ალბათ იყო ის პრობლემები რომელ პრობლემებსაც მაშინ ხაზი ნაკლებად ესმეოდა და საზოგადოების ასოციაციის მხრიდან ნაკლებად აღსანიშნავი იყო ეს არის აშკარად ის ასპექტები და ის კარგი რაღაცები რაც დღემდე დაგვრჩა მათგან და ჩვენ ალბათ უნდა ვიყოთ მადლიერები თუმცა ასე ცალსახად რომ მათი მართლობა იყო უნიკალური და კარგი ალბათ ასე ვერ ვიტყვი არა ხო იმიტომ რომ რუსეთის იმპერიის ქვეშ ვიყავით და ძირითადად რაც გადაწყდებოდა პეტერბურგში და მოსკოვში ან გუბერნია ვიყავით რა შეულებრივი და ან დამოუკიდებლები ალბათ ბევრი ქონდათ რასაც უბრალოდ რაზეც დღეს არ ვლაპარაკობთ კი რა თქმა უნდა ხო შეცდომა ადამიანი არსებობს და ყველას ხმობა მან შეცდომა დაშვებული რომ შევადაროთ მაშინდელი და დღევანდელი ქალაქის თავების ახლა უკვე მერების ასე ვთქვათ მოღვაწეობა რა სხვაობები და მსგავსებები შეინიშნება თუ შემორჩა დღესაც აი რაღაც ისეთი თავარი პუნქტები რაც აი ძველ ქართულ არა პრორუსულ მმართველობასა და დღევანდელს აერთიანებს არ ვიცი რა შემორჩა მაგრამ ალბათ როცა მატინოვი დაპირდა ხალხს ტრამვაის გავიყვანო ალბათ გაიყვანა და ეხლა დღეს მაგალითად რამდენიმე წელია ველოდებით ვარკეთილის ჭერის მეტროს დასრულებას ხო ალბათ დაპირებებშიც ისინი უფრო მართლები იყვნენ და ასრულებდნენ თავიანთ სიტყვას ვიდრე დღევანდელი ქალაქის მერი რომელიც ალბათ მაშინდელმა მოსახლეობის უფრო მეტმა რაოდენობამ აირჩია იფიანი მაგალითად ვიდრე დღევანდელი ქალაქის მერი რომელიც სულ 200,000 ხმით გახდა ქალაქის მერი ქალაქის რომელიც უკვე 1,5 მილიონი არის მოსახლეობა და რეგისტრირებული არის აღმოჩენილი 1,100,000 ხო თუ არ ვცდები რაღაც ეგრე არის ხო და არ ვიცი მიჭირს ამ კითხვაზე პასუხი ხო იმიტომ რომ პარალელების გავლენა მადლობა ბატონო უშანგი მადლობა თქვენ რომ ამ თემით ჩვენთან ერთად და გავხსენეთ ამბები თბილისის ისტორიიდან.